რას უყვება შენ ჩაფიქრებული ადამიანი შენზე სხვა ადამიანებს? ასე უყვება რამე ეს? იცი არის უყვება იმას, რომ გიყვართ ერთმანეთი და ზურგშექცევით დგახართ. ორი ადამიანი, რომლებიც ნახე გიყვართ ერთმანეთი და ზურგშექცევით დგახართ. ამავდროულად უყვება იმას, რომ რაღაცნაირად რაც მას აწყობს, რომ სხვებმა გაიგონ და უყვება იმას, რომ თქვენთან ახალი გზის დაწყება სურს. ეს ახალი გზა ყოველთვის ამართლებს ხოლმე, იმიტომ რომ მართლა უნდა რა, გულწრფელად უნდა რომ იყოს თქვენთან. შესაბამისად, მისთვის ხართ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და ამ ყველაფრის მოყოლის სტიქიებშია. დედოფლები, მეფეები ხართ, ვინც მიყურებთ თქვენზე მოერგეთ მისთვის. და თქვენ არასდროს არავინ შეხვედრია. და იმიტომაც არ უნდა ეს კონფლიქტური ფონები, რომ რაღაცა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ თქვენ ცოტა მოდუნდით და მოაბლაკვეთ ეს თქვენი კუთხეები, თუ გინდათ რაღაცები გამოვიდეს ხანდახან, ხო? მე არ ვამბობ, რომ შენ თავი გადალახო და გადააბიჯო და გადაჯოლიგინე შენ თავს, მაგრამ რაღაცები არ შეიძლება დაათამო და უხარისხის თავიანი ვირი, ხო შეიძლება რა? გამოიყვანთ ადამიანს მდგომარეობით. მადლობა ყურადღებისთვის. ნეკი შეგახსენებთ, რომ 24-დან 30 დეკემბრის 50%-იანი ფასდაგლება არის სრულ დიაგნოსტიკაზე და თუ არ ჩაწერილ ხარ, შეგიძლია იჩქარო. ეს რა მივიპი?